ორი კვირის წინ საქართველოს კონტინგენტმა ერაყში ჩაატარა ურთულესი ოპერაცია. გაწმინდა მთელი ქალაქი და ამის შემდეგ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გვიცხეს და ეს საიდუმლო არ არის. ერთადერთი კონტინგენტი ერაყში, რომელიც არის ისეთი სრულფასოვანი და შეუძლია ყველაზე მაღალი რთული, ყველაზე უდიდესი რთული ოპერაციების ჩატარება კოალიციაში, არიან დღეს ამერიკელების გარდა ამ მრავალი ქვეყნიდან, რომელიც იქ არის სწორედ ქართველები. ეს სოფელი ალი-შაჰინია. ერაყელი დევნილები ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ თანდათან უკან ბრუნდებიან. ალი-ჯიჯის რაიონი დიდი ხნის განმავლობაში ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფების თავშესაფარს წარმოადგენდა. ამერიკულმა მხარემ ოპერაციის შესრულება ქართულ მხარეს დაავალა. ოპერაცია მთლიანად ქართველმა სამხედროებმა დაგეგმეს. ამ გზას ეწოდებოდა სიკვდილის. აი ამ გზაზე ასამართლებდნენ ხალხს, რომლებიც იყვნენ რაიმე კავშირში, მოსახლეობის. ან ხელისუფლების პირებთან, ან ერაყულ არმიასთან, ან თუნდაც წინააღმდეგები იყვნენ ალ-ქაიდას დაჯგუფების ის კადრებიც გვქონათ, როცა ამ გზაზე ასამართლებდნენ 14 წლის წინ. ეხლა როგორც ვთქვით, რაც აღარ ხია სიკვდილის, ხია მშვიდობის. ქართულმა სამშვიდობოებმა ოპერაციის დაწყებამდე სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს და მოუწოდეს, რომ მათთვის ხელი არ შეეშალათ. გაფრთხილებიდან მეორე დღეს ოპერაცია დაიწყო. ამ შენობაში ტერორისტები იყვნენ გამაგრებულნი. ოპერაცია 7 მარტს დილის 7 საათზე დაიწყო. ტერიტორიის გაწმენდას 31 საათი დაჭირდა. ამ დროისთვის ეს სოფელი უკვე უსაფრთხოა. სპეცოპერაციაში მთავარ ძალას პირველი ქვეითი ბრიგადის 13 ბატალიონი წარმოადგენდა. ქართველი სამხედროების საჰაერო მხარდაჭერას 2 ამერიკული ვერტმფრენი ახორციელებდა. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა 2 ამერიკული სამედიცინო ევაკუატორი და 2 საინჟინრო ბატალიონი. ოპერაციის რაიონში შემოვედით 2 მხრიდან. ერთი მხარე იყო გზა, რომელიც მგზიდანაც თქვენ ჩამოხვედით ახლა მანქანებით და მეორე გზა არის ეს, რომელიც მიემართება მარცხნივ. შენობებიდან და ამ სოფლებში ძირითადად წინააღმდეგობა არ დაგვხვდა. რადგანაც წინა დღეს საინფორმაციო ოპერაცია ჩავატარეთ, ჩამოვყარეთ ბუკლეტები. მოსახლეობის გასაფრთხილებლად, რომ არ შემოვდივართ მათ გასანადგურებლად, შემოვდივართ მშვიდობის დასამყარებლად. ოპერაციის დაწყების დროს ქართველ სამხედროებს ტერიტორია დანაღმული დახვდათ. ხელნაკეთი ნაღმი, რომელიც დაახლოებით 15 კილოგრამი ტროტილით მზადდება, გამანადგურებელ ძალას ფლობს. ტერიტორია გაინაღმა. სულ 11 ნაღმი იქნა ამოღებული. ამ ადგილას ტერორისტების მიერ დადებული თვითნაკეთი ნაღმი აფეთქდა. ასეთი ორმოები ამ გზაზე დაახლოებით 5-ია. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ 51 ტერორისტი დააკავეს. პირველი ქვეითი ბრიგადის 13 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ამერიკული სარდლობის ქება დაიმსახურა. 5 ქართველი ჯარისკაცი სპეციალური მედლით დაჯილდოვდა. დაპატიმრებული არის ეჭმიტანილი 50-მდე პიროვნება, ამოღებულია აიდების გარკვეული რაოდენობა, იარაღის რაოდენობა, რაც შეფასდა კოალიციური ძალების მხრიდან ხელმძღვანელობისაგან წარმატებულ ოპერაციად ჩაითვალა. ამ ქართულ მხარეს საკმაოდ წარმატებული სახელი მოუტანა. ოპერაციის შესრულების შემდეგ ამერიკულმა მხარემ დამასახელა საუკეთესო მეტყნაფრთხილად. და დამაჯილდოვა ამ მედლით. ამ დროისთვის ტერორისტებისგან გაწმენდილ სოფელში ადგილობრივები იცავენ მშვიდობას. ჩემს შვილს ქართველი ასეთაურის სახელი დავითი დავარქვით. დღეიდან ყველას ემახსოვრება ის, რომ ქართველებმა ძალიან დიდი მშვიდობა გვაჩუქეს. ყველა ქართველი ჩემი ახლობელია. ერაყში კიდევ ერთი სეხნი აქვს. ეს ის მოსახლეობა არის, რომლებიც ამ სოფლებიდან გაქცეულები არიან 4 წლის განმავლობაში და ეხლა დავაბრუნეთ ჩვენ. ანუ ტოლვილები არიან. ტოლვილები წარსულში. ატიავა.
სოფლის ის მაცხოვრებლები, ვინც ალ-ქაიდას მხარს არ უჭერდნენ, მუდმივ ტერორში იყვნენ. ტერორისტების იძულებით სოფელი თითქმის დაცარიელებული იყო. ერაყელი ჰუსეინ აბედ ალი ქართველი სამხედროების დანახვისას ხრემლს ვერ იკავებს. მისი შვილი ტერორისტებმა გაიტაცეს და დღემდე დაკარგულია. ქართველების იმედი მაქვს. ჩემი შვილი გაიტაცეს და ტერორისტებს ხავთ. ამ სოფელში მშვიდობა მხოლოდ ქართველების გამოჩენის შემდეგ დამყარდა. ქართველებს მუდამ ვლოცავთ. ქართველების მიერ გაწმენდილი რაიონი ბაღდადიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რთულ რეგიონში ქართველების სამშვიდობო მისიას წარმატებით ასრულებენ.